Paris Saint-Germain-მა ლიგა 1-ის მე-15 ტურში საკუთარ მოედანზე რენი ანგარიში 5-0 გაანადგურა. მატჩის გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ საიუბილეო 50-მე შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საუკეთესო მოთამაშე დამსახურებულად დასახელდა. კვარა თავიდანვე გამორჩეული იყო. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 1000 ლაიქზე. მადლობა. 24 წლის ქართველმა შემტევმა ჩვილულ სტილში გაიტანა. მარცხენა ფრთიდან შეუტია, საჯარიმოსთან მიახლოებულმა კი ცენტრისკენ წაიწია და ბურთის სტუმართა მცველებს შორის ზუსტად გააძვლინა. კვარაცხელი არც შესვენების შემდეგ მოდუნებულა და მეორე ტაიმში ისევ გაიტანა. ამის შემდეგ ლუის ენრიკემ ქართველის დასვენება გადაწყვიტა და 69 წუთზე შეცვალა. ხვიჩამ რენთან მატჩში კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც 3 კარში წავიდა. ჰუსქორდმა დუბლის ავტორს ყველაზე მაღალი 9.5 ქულა დაუწერა, რაც მიმდინარე სეზონში კვარასთვის უმაღლესი შეფასებაა. კვარაცხელიამ ამ სეზონში ლიგა 1-ის 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, ხოლო 2 გოლი და 2 ასისტი ჩემპიონთა ლიგის 4 თამაშში აქვს. კვარა მთავარი მოთამაშე გახდა. ის გასული ზამთრიდან მოყოლებული ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს ყოველთვის პარიზულ გუნდში თამაშობდა, რადგან მისი ადაპტაცია ძალიან სწრაფი იყო. მაგრამ ამ სეზონის დასაწყისიდან ორი განსხვავებული მხარე აჩვენა. ერთი მხარე საკმაოდ კარგი იყო ევროპულ ასპარეზზე, სადაც 4 მატჩში 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ის თითქმის ყველა თამაშში გადამწყვეტი იყო. მეორე ნაკლებად. არასტაბილური იყო ლიგა 1-ში, სადაც სეზონის დაწყების შემდეგ არასტაბილურად თამაშობდა. ვერ ვხედავ განსხვავებას ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგას შორის, განაცხადა ლუის ენრიკემ პარასკევს გამართულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქართველი თავდამსხმელის ორგვარ ფორმასთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, ის უმაღლეს დონეზეა, ამბიციურია. სეზონის განმავლობაში ყველა მოთამაშე განიცდის აღმასლას და ჩავარდნას, ამბობდა ესპანელი პარასკევს. ბოლო მატჩში ქართულმა ფეხბურთელმა უდავოდ სეზონის პირველ ნახევარში საუკეთესო თამაში აჩვენა. რენთან შესანიშნავი დრიბლინგით გატანილმა გოლმა კიდევ უფრო გაათავისუფლა მოთამაშე, რომელიც ისედაც PSG-ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. კარგი ამბავი პარიზისთვის და კოშმარი რენისთვის, რომელიც უძლური იყო ქართველი ფეხბურთელის დინამიკის წინააღმდეგ. კვარას დუბლი იყო მართლაც საშობაო საჩუქარი, იმ პირობით, რომ ეს კვარადონას საბოლოო გამოღვიძება იქნება. Paris Saint-Germain-ის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ქართველ შემტევზეც ისაუბრა. გულშემატკივრებსა და მედიაში არსებობს ეჭვები, რომ კვარა ლიგა 1-ში ნაკლებად მოტივირებული თამაშობს ვიდრე ჩემპიონთა ლიგაში. ლუის ენრიკემ განაცხადა, რაც შეეხება კვარაცხელიას დამოკიდებულებას ლიგა 1-ისა და ჩემპიონთა ლიგის მიმართ, მე სხვაობას ვერ ვხედავ და მიიღეთ ეს როგორც ფაქტი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ კვარაცხელიას თამაშით გასულ სეზონში მისი მოსვლის დღიდან. ის ტოპ კლასის ფეხბურთელია, ამბიციური, განსაკუთრებული ღირსებებით. წარმატებები და წარუმატებლობები ყველა მოთამაშეს აქვს და ამაში პრობლემას ვერ ხედავ, თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. ლუის ენრიკეს ჯერ კიდევ თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოუხდა კვარას დაცვა იმ კრიტიკოსებისგან, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ხვიჩა ლიგა 1-ში ნაკლებად მოტივირებული თამაშობდა ვიდრე ჩემპიონთა ლიგაში. ესპანელი სპეციალისტი ამ საკითხს რენთან თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროსაც მიუბრუნდა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი იდეალურად იყო. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, რენი საკმაოდ კარგად თამაშობდა და ასეთ საგებას არ იმსახურებდა. ანგარიში მეტისმეტად მკაცრი გამოვიდა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც უყვარს გამოწვევები. გვინდა არსებობდნენ გუნდები, რომლებიც ასევე იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სირთულეები. რაც შეეხება კვარას, მახსოვს გუშინ თქვენი კოლეგები მისვამდნენ შეკითხვას იმისთან დაკავშირებით, თითქოს მას მატჩების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთებს ის ჩემპიონთა ლიგაში სხვანაირი ეჩვენებათ, ლიგა 1-ში სხვანაირი. კვარასთან მიმართებაში ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს. ის სხვანაირია, სანახაობრივია, აქვს მენტალიტეტი და უმაღლესი კლასი, თქვა ენრიკემ ლიგა 1-ის არხთან ინტერვიუში. ლუის ენრიკეს გუნდს წინა ტურში მონაკოსთან წაგებისა და სატურნირო ცხრილში ლიდერობის დაკარგვის გამო საკუთარი გულშემატკივების თვალწინ რეაბილიტაცია მართებდა. PSG-მ მეტოქე ყველანაირად დაჩაგრა და დამაჯერებელი გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა პირველ ადგილზე ვერ დაბრუნდა. თავის თამაში ლანსმაც მოიგო და პარიზელებს ისევ ქულებით უსწრებს. ეფექტური გოლი ხეტაფესთან მიქაუტაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. გიორგი მიქაუტაძემ ხეტაფეს გაუტანა და ვილიარეალს ორბურთიანი უპილატესობა მოუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და ბრწყინვალე გოლით გამოიჩინა თავი. გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში ორთვიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ვილიარეალის 24 წლის ქართველმა ფორვარდმა თავი ხეტაფესთან საშინაო შეხვედრაში გამოიჩინა და თავის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. გოლი კი მიქაუტაძემ ისეთი სილამაზის გაიტანა, კრიტიკოსებს, რომლებსაც მის შესაძლებლობებში აქამდე ეჭვი შეჰყოლათ, ცოტა ხნით მაინც მოუწევთ დადუმება.
ვილიარეალის უძვირფასესმა შენაძენმა ბურთი თავისივე მეკარისგან მიიღო. გაექცა სტუმარმცველებს და ხეტაფეს წინ გამოსულ კარის დარაჯ დავით სორიას თავზე გადაუგო. ჟორჟმა 64 წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა. სხვათა შორის 10 წუთის შემდეგ გიორგი მეორედაც გაუტანა დავით სორიას. თუმცა არბიტრმა ქართველ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა. აღსანიშნავია, რომ ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო მიქაუტაძე ხეტაფესთან სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და 80-მდე წუთამდე ათამაშა. ქართველ ფორვარდს კარისკენ სულ 3 დარტყმა ჰქონდა, საიდანაც 2 კარში წავიდა. მატჩის შემდეგ ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი მარსელინო გიორგის გარჯით კმაყოფილებას არ მალავდა. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ასეთ ლამაზ გოლებს კიდევ ბევრჯერ გაიტანს. გიორგის გოლი სჭირდებოდა. თავდამსხმელებს ყოველთვის სჭირდებათ გოლები, მაგრამ ვცდილობდით, რომ მას სიმშვიდე შეენარჩუნებინა. არ უნდა იყოს შეპყრობილი გოლის გატანით, არამედ უნდა იყოს ჩართული, გუნდური მოთამაშე. ვიცით, რომ ის ძალიან ზუსტი მოთამაშეა, რომელიც დღევანდელივით ოსტატურ გოლებს კიდევ გაიტანს. ის ძალიან ზუსტია და შესანიშნავი დარტყმის უნარი აქვს. ფიქრობ, მას ეს გოლი შესაძლოა ჩვენზე მეტად სჭირდებოდა. ძალიან გვიხარია, რომ ასე გამოვიდა და გოლი გარკვეული დროის შემდეგ ისევ გაიტანა, აღნიშნა მარსელინო. ქართულმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ ვილიარეალის ფანებს მოკლედ მიმართა. ძალიან ბედნიერი ვარ მოგებით და გოლით. მადლობა ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის. მალე ისევ შევხვდებით, თქვა გიორგი. გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს. ფორვარდს თითო გოლი ჩემპიონთა ლიგის 4 და კოპა დელ რეის 2 თამაში აქვს. ვილიარეალს ჩემპიონატში მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვების შემდეგ 35 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხილში მხოლოდ ბარსელონას და მადრიდის რეალს ჩამორჩება. ესპანურმა სპორტულმა გამოცემებმა გიორგი მიქაუტაძის გოლისადმი კომპლიმენტები არ დაიშურეს. აესი მოეშვით ძებნას, დღის გოლი უკვე გვაქვს. ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე ოსტატობა აჩვენა. ვილიარეალის მეორე გოლი შეაგდო და გუნდს ხეტაფესთან მოაგებინა. მიქაუტაძემ ბურთი ლუის ჟუნიორის გრძელი გადაცემით მიიღო. ოსტატურად გადაატარა სორიას თავზე და ბადეში გახვია. კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი. ამის შემდეგ უკვე საკითხავი მხოლოდ ის იყო, კიდევ რამდენს გაიტანდა ვილიარეალი. მასპუნძლებმა კიდევ ორჯერ კი გაიტანეს, მაგრამ ორივე ოფსაიდის მიზეზით გაუქმდა. არადა ერთ-ერთი გოლის ეპიზოდში მიქაუტაძე წინ სულ მილიმეტრით იყო. მარკა ვილიარეალმა 10 კაცი დარჩენილ ხეტაფეს ძლია. თამაში კი ფაქტობრივად 73 წუთზე დასრულდა, როდესაც ლუის ჟუნიორმა ბრწყინვალე გრძელი პასი მიქაუტაძეს გაუკეთა. ხუან იგლესიასის შეცდა. ქართველმა ფეხბურთელმა კი სორიას ბურთი დახვეწილი დარტყმით თავზე გადაატარა. ვილიარეალს კიდევ 2 გოლი გააუქმეს, რომლებიც მიქაუტაძემ და სოლომონმა გაიტანეს, თორემ საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. ყვითელი წყალქვეშა ნავი დამაჯერებელი თამაშის წყალობით სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა. ელ პაისი ლუის ჟუნიორმა ბურთი თავისი საჯარიმოდან მეტოქის კარისკენ გადააგდო, სადაც ქართველმა გიორგი მიქაუტაძემ ისარგებლა ხუან იგლესიასის შეცდომით და შეასრულა ფაქიზი, ლამის პროვოკაციული დარტყმა, რის შემდეგაც ბურთმა დავით სორიას გადაუფრინა. მეკარეს იზღა დარჩენოდა თვალი ბურთის ტრაექტორიისთვის გაეყოლებინა. მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა მარსელომ ესპანურ მედიასთან ინტერვიუში არ დამალა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვისი დრიბლინგითაც აღფრთოვანებულია, საქართველოს ნაკრებისა და პარის სენ-ჟერმენის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ჩემპიონთა ლიგის 5 გზის გამარჯვებულმა ბრაზილიელმა ინტერვიუში კვარა მაშინ ახსენა, როდესაც ფეხბურთში დრიბლინგის მნიშვნელობასა და დრიბლიორებზე საუბრობდა. ფეხბურთი სიურპრიზები და ინტერპრეტაციებია. ვერასდროს იტყვი, რომ გარკვეული ტაქტიკით თუ ითამაშებ, აუცილებლად მოიგებ. ფეხბურთი მეტია, ვიდრე ის, რასაც ხაზებს შორის ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, ტექნიკის დახვეწაში მე მინი ფეხბურთი დამეხმარა და დღესაც მეხმარება, რადგან სამოყვარულო დონეზე ვთამაშობ ხოლმე. ბავშვებმა უნდა ითამაშონ მინი ფეხბურთი, რათა ბურთის კონტროლი ისწავლონ. ხშირად მესმის მწვრთნელებისგან წუხილი, რომ ბავშვები ვერ ფლობენ ბურთს. შევხედოთ ყოფილ და თანამედროვე ვარსკვლავებს. ისინი ყველანი ფლობენ ბურთს. ეს კი მინი ფეხბურთიდან, სკოლიდან თუ ეზოდან მოდის, სადაც ბურთის კონტროლი ხშირად გიწევს. ჩემი სათამაშო სტილიც ყოველთვის ქუჩური და ლაღი იყო და სწორედ იქიდან მოდიოდა. თანამედროვე დრიბლიორებიდან ძალიან მომწონს რეალ მადრიდის აკადემიის მოთამაშე გაბრი. ის აუცილებლად მოხდება მთავარ გუნდში, რადგან ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. ლამინ იამალივით აკონტროლებს ბურთს. ასევე მომწონს ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენიდან, თქვა მარსელომ. ჩაკვეტაძის უიღბლობა. გიორგიმ ტრავმა მეკარესთან შეჯახებისას მიიღო. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, ისევ დაშავდა. უოტფორდის 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ნორვიჩთან შეხვედრაში მიიღო და მოედანი დატოვა. ჩაკვეტაძემ ამ სეზონში პირველად დაიწყო თამაში უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში, დაზიანება კი 31 წუთზე სტუმართა მეკარესთან შეჯახებისას მიიღო.
გიორგიმ, რომელიც არბიტრმა ყვითელი ბარათით დასაჯა, თამაში კი გააგრძელა, მაგრამ შემდეგ მუხლის არეში ტკივილმა ისე შეაწუხა, რომ 38 წუთზე მაინც შესაცვლელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე გაზაფხულიდან მოყოლებული ტრაუმის გამო ვერ თამაშობდა, მოედანს კი მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა სახისა და სიმძიმისაა გიორგი ჩაკვეტაძის ტრაუმა და როდის შეძლებს ქართველი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაზიანების ხარისხი, რაც სამედიცინო გამოკვლევამ უნდა დაადგინოს. თუმცა გიორგი მოედანი თავისი ფეხით დატოვა, ხოლო მატჩის შემდეგ გასახდელში ბუნდთან ერთად გამარჯვებაც იზეიმა. მიუხედავად ამისა, უოტფორდის მთავარი მწვრთნელი ხავი გრასია არ არის დარწმუნებული, რომ 9 დეკემბერს შეფილდ უენსდეისთან გასამართ შეხვედრაში ქართველი თამაშს შეძლებს. სავარაუდოდ, ეს მატჩი მას ნამდვილად გაუცდება. დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.